მოგესალმებით ძვირფასებო ყველას, თქვენთან ვარ სარა ლალი და მინდა მოკლედ შევეხო იმას, თუ რატომ არ შეიძლება რომ ებრაელმა თავის ყოველდღიური ცხოვრებაში იხმაროს სიტყვა ვაი. ჯერ ისედაც ქართულშიც ვაის რაღაც გარკვეული უარყოფითი არსი გააჩნია, მაგრამ ჩვენ ვიცით ებრაელებმა რომ თორაში ეს სიტყვა მოხსენებულია ვაიეჰი რამდენიმეჯერ საკვირაო პარაშის დასაწყის სიტყვად და ვაიეჰი სადაც წერია იმ პარაშაში რამე ტრაგედია დატრიალდა. ვაიეჰი როცა ჩქარა ამბობ ვაიეჰი ისმის როგორც ვაი. ამიტომ არა ვთქვათ გამჩენის დახმარებით ვაი ჩვენ მტერს, ჩვენ სავათ მახსენებელს, ხუსიტებს, ხამასებს, ხიზბალას, ყველა იმათ, ვისაც ებრაელებისთვის ცუდი უნდა. ჩვენ კი ვთქვათ კაიმე, ვაიმე არ გვინდა, ჩვენ გვინდა კაიმე გამჩენის დახმარებით. ძალიან სავალდებულოა რომ ვიცოდეთ აგრეთვე სხვა უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებიც რომ არ ვიხმაროთ, იმიტომ რომ ებრაელის პირიდან ამოსულ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მაგალითად, არასოდეს ჩვენ შვილებს არ უთხრათ წაიქცევი, თავს გაიტეხავ, ხელსიტკენ, ფეხსიტკენ, არა. თქვით შებრუნებულად, ფრთხილად იყავი, არ წაიქცე, არ იტკინო, არ დაკარგო და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვიცით რომ ჩვენი პირი ეს არის, ასე ვთქვათ, სულიერი ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ვადიდოთ გამჩენი. ამიტომ ის ადამიანი, რომელიც უარყოფით სიტყვებს ილაპარაკობს, იგინება, ილანძღება, იწევლება შორს ყველასგან, მისი ნალოციც აღარ მიიღება არავითარ შემთხვევაში. ჩვენ კი ვეცადოთ, რომ სწორად მოვიქცეთ და სწორად ვილაპარაკოთ გამჩენის დახმარებით. ძვირფასებო, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეოროლი, იმედია გააზიარებთ, ლაიქსაც დასვავთ და აგრეთვე გამოიწერთ ჩვენს YouTube კანალს. გააზიარეთ, მოასმენინეთ სხვა ებრაელებსაც გამჩენის დახმარებით, შეგვეციოს გამჩენი ყველა სწორწამოწყებულ საქმეში, გავძლიერდეთ ერთად, მიყვარხართ ყველა აბა კარგად.